მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენსენას. მიკრობიოლოგია, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მიკროორგანიზმებს, როგორებიცაა ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პროტოზოები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარემოსა და ასევე ადამიანების ჯანმრთელობასა თუ ავადობაში. მიკრობიოლოგიის განვითარებამ ჩვენ მოგცა შესაძლებლობა, რომ დავადგინოთ და იდენტიფიკაცია გავუკეთოთ სხვადასხვა დაავადებების დროს მიკროორგანიზმებს, ასევე პრევენცია განვახორციელოთ და ამავდროულად მკურნალობა, როგორებიც არის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ასევე ვაქცინებით მკურნალობა თუ სხვა მრავალი მეთოდის გამოყენება. სწორედ ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და გიჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მიკრობიოლოგი ქალბატონი თამარ დიბურიძე. მოგესალმებით ქალბატონო თამარ და მადლობას გიხდით ჩვენ გადაცემაში მობრძანებისათვის პირველ რიგში. სანამ უშუალოდ გადაცემის მთავარ ნაწილზე გადავიდოდეთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების ლოკალური ჩემპიონობა, როგორც ვიცით, ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში და მოკლედ რომ გვიამბოთ სწორედ ამ ორგანიზაციის შესახებ და რა ბენეფიტები ექნება ამ საზოგადოებისათვის. დიახ, მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის პირველ რიგში და გისურვებთ წარმატებებს, ნამდვილად ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით და მეც რომ აი გავხდი ამ კეთილის საქმის ნაწილი და მომეც ამის საშუალება, ძალიან ბედნიერი ვარ. მოკლედ მოგახსენებთ, ანუ ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური სნეულებების საზოგადოება უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბებულია, ძალიან ბევრი ინფექციონისტი უფრო მეტად გაწევრიანებულია ამ ასოციაციაში საქართველოს მხრიდან და რაც შეეხება უკვე მიკრობიოლოგიურ მხარეს, აი ზუსტად ის რომ დაინახეს მათ საჭიროება, რომ კლინიკური მიკრობიოლოგია საქართველოში გასავითარებელია, გამოცხადდა კონკურსი, ეს კონკურსით გზით ხდება ჩემპიონის შერჩევა და ჩემი მოვალეობები ეს არის აბსოლუტურად საზოგადოებრივ საწყისებზე, არაანაზღაურებადი საქმე, ასე რომ ვთქვათ და რადგან მე მაქვს როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელს პლატფორმა გაუზიარო ახალგაზრდებს, მომავალ ექიმებს ამ სფეროში ვისაც სურს დასაქმება, ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა ეს ორგანიზაცია სამეთვალყურეო კურსებზე უფასოდ მიიღონ განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია დარგის ახალგაზრდა სპეციალისტებმა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ახალგაზრდა სპეციალისტებს. ახლა კი მინდა გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ ნაწილზე და პირველივე კითხვა დაგისვათ, ცოტა ასე რომ ვთქვათ, ფართო ჭრილში რომ განვიხილოთ, რა არის მიკრობიოლოგია და რამდენად მნიშვნელოვანია მიკრობების იდენტიფიცირება, როგორც გარემოს, ასევე თავად ადამიანის ჯანმრთელობისათვის. დიახ, ძალიან საინტერესო კითხვაა. მიკრობიოლოგიის დარგი ოდითგანვე ითვლებოდა ერთ-ერთ მოწინავე დარგად და საყრდენი იყო ყოველთვის მედიცინისთვის, მაგრამ აი 21 საუკუნეში ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მიკრობიოლოგიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდა, ვინაიდან საქმე გვაქვს უხილავ მტერთან, რომლის იდენტიფიცირება და განეიტრალება წარმოადგენს, ასე ვთქვათ, მიკრობიოლოგიის სფეროს და რა თქმა უნდა დაიხვეწა ის და განვითარდა ის საშუალებები, ანუ მე ვგულისხმობ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, რომელიც გვეხმარება გამოვავლინოთ ეს დამნაშავე, უხილავი დამნაშავე. მე აქ ვგულისხმობ მოლეკულურ ტექნოლოგიებს, თვითონ ბაქტერიოლოგიურ კვლევებში არის ძალიან მაღალტექნოლოგიური, ეს არის მასსპექტროფოტომეტრი, მალდიტოფი, რაც საბედნიეროდ საქართველოს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებს აქვთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჩათვლით, რამდენიმე ლაბორატორიას, რომელიც დიდ ბაზას წარმოადგენს და ამ კუთხით საქართველოს, ასე ვთქვათ, ფეხს უბავს თანამედროვე კვლევებს. კი ბატონო, თანამედროვე კვლევებზე და ტექნოლოგიებზე აუცილებლად გავამხვილებთ ყურადღებას, მაგრამ მინდა უფრო სენსიტიურ თემას შევეხო. საქართველოში რატომღაც არის ასეთი ტენდენცია, როდესაც
ვთქვათ, გაციების სიმპტომების გამოვლინების დროს ადამიანი ვთქვათ, ყელის ტკივილის სიცხე, თავის ტკივილი ან ასე შემდეგ, თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას. თქვენი შეფასებით, როგორც კლინიკური მიკრობიოლოგიის შეფასებით, რამდენად სწორად მიგაჩნიათ, როდესაც არანაირი მიკრობიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და თავად პაციენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ანტიბიოტიკოთერაპია უკვე დაიწყოს. დიახ. ხო, ეს ნამდვილად ესეთი სენსიტიური თემა არის. თქვენ მოგეხსენებათ ერთი პერიოდი და ეხლაც ისე არის ეს კანონი, რომ რეცეპტის გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება. ესეთი შედარებაც არის, რომ ეს არ არის ვთქვათ, ტკბილი ტაბლეტები, ასე ვთქვათ, საშუალება, რომელიც არაფერ ზიანს არ მოგვიტანს. რა თქმა უნდა იყოს ჩვენება. ანტიბიოტიკოთერაპია ეს არის ქიმიოთერაპია, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ორი უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ერთია არ გჭირდება და იღებ და მეორეა გჭირდება და იღებ ძალიან დაგვიანებით. იმიტომ რომ გაგიგია რომ არ შეიძლება ცუდია. ანუ ექიმის ჩვენება უნდა, ანუ ექიმთან ვიზიტის გარეშე, ეხლა თქვენ ბრძანეთ ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე. ბაქტერიოლოგიური კვლევა სამწუხაროდ, აი მე ვთქვი რომ ტექნოლოგიური ძვრები გვაქვს საიდენტიფიკაციო სისტემა მალდიტოფი საქართველოში, მაგრამ ბაქტერიის, ასე ვთქვათ, ამოთესვას და გაზრდას ჭირდება დრო. სულ მინიმუმ 24 საათი. ამიტომ ბაქტერიოლოგიურ ანალიზებს ხშირ შემთხვევაში ექიმი ვერ დაელოდება, როცა არის ძალიან გადაუდებელი შემთხვევა და არის გაიდლაინები, რომ ემპირიულად დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მაგალითად საშარდე სისტემის ინფექციების დროს საზოგადოებაში, როცა იწყებენ ემპირიულ თერაპიას, მერე რთულდება პაციენტი და მერე ითესება შარდი პათოგენის გამოვლენის მიზნით და ანტიბიოტიკოთერაპია მგრძნობელობის, ასე ვთქვათ, გადახედვის მიზნით. ამდენად, აი, უნდა რაღაც ოქროს შუალედი მოიძებნოს და მე მინდა რომ მივმართო თქვენს მსმენელებს და უთხრა რომ ანტიბიოტიკები არის ძალიან ეფექტური საშუალება ბაქტერიული ინფექციების დროს. აი თქვენ ბრძანეთ 4 მიკრობია, რომელიც გვებრძვის. ეს არის ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და პროტოზოები. ნუ პროტოზოები შეგვიძლია ჩავშალოთ, პარაზიტები და ჰელმინთები. ანუ მხოლოდ ბაქტერიების გამოწვეული ინფექციების დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები, თუმცა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც პროვოცირებას უკეთებს და აქტიურებს ნორმოფლორას და აქაც უკვე მეორადი ვირუსულ ინფექციას დაერთვება მეორადი ბაქტერიული ინფექცია და შესაბამისად ამ დროსაც საჭირო ანტიბიოტიკის გამოყენება. ჩემი რჩევა იქნება, რომ თვითნებურად ნუ მივიღებთ და ნუ დავაგვიანებთ მიღებას თუ ეს საჭიროა, ამას გადაწყვეტავს ეს ჯანდაცვის სპეციალისტი, პირველადი რგოლის ექიმი, რომლის ფუფუნებაც გვაქვს დღესდღეობით და ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის სერვისი და ამდენად სიფრთხილით მოვეკიდოთ. სულ არ დავლიოთ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რაც უფრო მალე დავლევთ, როცა საჭიროა და როცა ჩვენება, ბაქტერიების გაყოფის ფაზაში ანტიბიოტიკი უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე დაგვიანებული შემთხვევების დროს. რა ზიანი შეიძლება მოიტანოს, ასე რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკების მოხმარებამ ადამიანებისათვის? ხშირად გაგვიგია ფრაზა, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა იზრდება. რას ნიშნავს ეს, რომ განვუმარტოთ, იმიტომ რომ ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად არ განიმარტება ხოლმე. ამიტომ განვუმარტოთ ჩვენს მსმენელს თუ რას ნიშნავს ანტიბიოტიკორეზისტენტობა და რა პრობლემებს გამოიწვევს ის ახლა თუ მომავალში. კი ბატონო. დიახ, ანტიბიოტიკორეზისტენტობა ეს გამოცხადებულია გლობალურ პრობლემად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და რა არის ანტიბიოტიკი, ანტიბიოს, ანუ სიცოცხლის საწინააღმდეგო, ხო? აქ ლაპარაკია ბაქტერიის სიცოცხლეზე. როცა ბაქტერია გამოიმუშავებს ისეთ მექანიზმებს, რომ იგი ჭყალებში რო ვთქვათ, ანეიტრალებს ჩვენს იარაღს, ეს არის ჩვენი იარაღი, ექიმის იარაღი მათთან საბრძოლველად, აი ამ პროცესს ქვია ანტიბიოტიკორეზისტენტობა. ანუ ბაქტერია ხდება
მდგრადი, მედეგი ამ ჩვენი იარაღის კონკრეტულად ანტიბიოტიკის წინააღმდეგ. და სხვადასხვა მექანიზმებია, მე ხლა არ მინდა გადავღალო თქვენი მსმენელი დეტალური თქვათ მექანიზმების განხილვით, მაგრამ ერთს კი გეტყვით, რომ ბაქტერიებს შეუძლიათ გაავრცელონ ეს რეზისტენტობის გენები ჰორიზონტალურად, ანუ გადასცენ ეს გენები ერთი ბაქტერიიდან მეორე ბაქტერიას და ნახეთ არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, როცა რეალურად არ არსებობს ჩვენება, ანუ არ არის სამიზნე, მოდი ესე ვთქვათ, ბაქტერიას არ გამოუწვევია ესა და ჩვენ იარაღს უმიზნებთ ჩვენს ნორმოფლორას. ფაქტიურად ჩვენ ვანადგურებთ უდანაშაულო მოწმეებს, რომელიც ამ მაკროორგანიზმის სხეულში ბინადრობენ. ეს ძალიან დიდი ზიანია, იმიტომ რომ ეს ნორმოფლორის განადგურება მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც, ფსიქიკაზეც, იმიტომ რომ გასტროინტესტინალური ტრაქტის აშლილობა პირდაპირ კავშირშია, უკვე დღესდღეობით არის ეს დადასტურებული კვლევები, რომ არსებობს ნაწლავებს და ნაწლავურ ტვინის ღერძი, ასე რომ ვთქვათ, და ზოგადად ასე ვთქვათ, დიდ ზიანს, დიდ დარტყმას ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს. ჩვენი ხელითვე ვანადგურებთ ჩვენს ბინადრებს. როცა კიდევ ერთხელ ხას უსმევ, სამიზნე არ არსებობს. თქვენ როგორც კლინიკურ მიკრობიოლოგს სურს დაგისვათ კითხვა თუ რამდენად აქტუალურია სწორედ ეს ანტიბიოტიკოთერაპია საქართველოში. როგორც თქვენი პაციენტები, უკვე ეს არის პრობლემა თუ შეიძლება ეს იყოს მომავალი პერსპექტივა. უკვე არსებობს ეს პრობლემა თუ ჯერ არ დამდგარა მაინც ასე თუ ისე. იცით რა, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა გახლავთ მულტიპროფილური, ასევე ვახორციელებთ ამბულატორიულ სერვისს და რა თქმა უნდა ამბულატორიულ პაციენტებთან საბედნიეროდ ესეთი რეზისტენტობის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, ანუ ამბულატორიულ პაციენტებთან უმეტესი რიგის აი ჩვენ ყველაზე ხშირად გამოყენებადი პენიცილინის, ცეფალოსპორინების, მაკროლიდები ასევე კარგი მგრძნობელობა არის, არ გვაქვს ნაკლებად არის ეს პრობლემა, თუმცა ჰოსპიტალურ სექტორში რა თქმა უნდა არის ეს მსოფლიოშია ეს პრობლემა და მე რო ვთქვა რომ არ არის რეზისტენტობის პრობლემა, არც დამიჯერებთ, არის ნამდვილად ეს პრობლემა და ყველანაირად ვცდილობთ რომ ანტიმიკრობული ზედამხედველობის მონიტორინგით რაციონალურად მოხდეს კლინიკებში ანტიბიოტიკოთერაპია, ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით დანიშნოს ექიმმა, ასე ვთქვათ, ანტიბიოტიკი და მაქსიმალურად შევამციროთ გამოყენება, თუ ეს არ წარმოადგენს საჭიროებას, ხომ? ეს არის მეთვალყურეობა ანტიმიკრობული. რა თქმა უნდა. თქვენ ახსენეთ ამბულატორიული პაციენტები. სწორედ მათში რომელი ინფექციური დაავადებები ჭარბობს ყველაზე ხშირად, რომელი ინფექციური დაავადებებით მომართავენ კლინიკას ყველაზე ხშირად ადამიანები? ნუ მე უშუალოდ შემიძლია გითხრათ, რომელი ბიოლოგიური ნიმუშს ვიღებთ ყველაზე ხშირად ამბულატორიული სექტორიდან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მიკრობიოლოგიური ლაბორატორია ასრულებს 8 ბიოლოგიური სითხის კვლევას. ეს არის სისხლი, შარდი, ნახველი, გენიტალური ნაცხები, ფეკალური მასები, სტერილური სითხეები და ყველაზე ხშირად აი ამ ბიოლოგიური სითხეებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამბულატორიულ სექტორში შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევას აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა, ვინაიდან საშარდე-გზების ინფექცია, როგორც საზოგადოებაში შეძენილი, ერთ-ერთი დომინანტური ინფექცია. თუმცა ახლა პნევმონიების დროსაც შესაძლოა ნახველის კვლევა, მაგრამ ნახველი ითვლება ყველაზე დაბალი ხარისხის ნიმუშად, ვინაიდან მოგეხსენებათ ფიზიოლოგიურად ამოხველებული ნახველი გაივლის პირის ღრუს, სადაც ხდება შერევა ხახის ფლორის, ნერწყვის და ძალიან ძნელია გამიჯნო ეს არის ინფექცია თუ კონტამინაცია. და ეხლა ძალიან მინდა ვისარგებლო მე თქვენი ეთერით და ვთქვა, რომ ყველა ამოთესვა, რაც იზრდება, აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ ლაბორატორიამ უნდა გაავლოს მკაცრი ზღვარი, ეს არის კოლონიზაცია თუ ინფექცია. ხანდახან ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ხელს უწყობს ექიმს არარაციონალურ
ფუნქციონალურად დანიშნოს თერაპია. ანუ ამოთესა ისეთი პათოგენი, რომელიც დამნაშავე არ არის და ვებრძვით ამ უდანაშაულო ბაქტერიას, რომელიც არის ნორმოფლორის წარმომადგენელი. ამიტომ აი ეს ზღვარი კოლონიზაციასა და ინფექციას შორის განსაკუთრებით გვიჭირს ეს რესპირატორულ ნიმუშებში. ასევე შარჩი ფიზიოლოგიურად აღებულ შარჩი, აქ კანის კონტამინაცია ფლორის უნდა გამოირიცხოს და დიდი პასუხისმგებლობაა გასცე ანალიზი და ნამდვილად მიაწოდო ექიმს ის დამნაშავე, რომელმაც გამოიწვია ეს კლინიკური სურათი. თქვენ შეეხეთ განვითარებას, ასე რომ ვთქვათ, მიკრობიოლოგია ვითარდება დღითი დღე, იქმნება ახალი ტექნოლოგიები და აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ თემას, თუ რამდენად არის ეს ახალი ტექნოლოგიები საქართველოში ხელმისაწვდომი და რამდენად შეუძლიათ ამ სრული სერვისით საქართველოს, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებამ და ადამიანებმა მაცხოვრებლებმა ისარგებლონ. დიახ, იცით რა, ფაქტიურად ბაზისური კვლევები, აი ჩვენ რა პათოგენებსაც ვეძებთ, არის, რა თქმა უნდა, ეს ბაქტერიოლოგიური სერვისი ხელმისაწვდომი, თუმცა არის ისეთი პათოგენები, რომელიც იშვიათად ხდება მათი, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირება და ყველა ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას არ აქვს საშუალება გაზარდოს მაგალითად ეს ბაქტერიები და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი ძლიერი ორგანიზაცია, ესაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელსაც აქვს შეთავსებული რეფერენს ლაბორატორიის ფუნქცია და ისეთი კვლევები, რომლებიც არ ტარდება რუტინულ პრაქტიკაში, მე ვამბობ, აი ყოველდღიურ ნაწილში შეგვიძლია დავიხმაროთ ლუგარის ლაბორატორია, ეგრეთ წოდებული ლუგარის ლაბორატორია, ეს არის და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვევ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე არსებული. და ხელმისაწვდომია პრინციპში ყველასთვის ეს კვლევები. მინდა ასევე შევეხო საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის კალენდარს. თქვენი შეფასებით როგორ ემთხვევა ეს კალენდარი თუ განსხვავდება ევროპულისაგან და რა შეზღუდვები თუ გვაქვს რაიმე შეზღუდვა ამ კუთხით? დიახ. რაც შეეხება ასე ვთქვათ ვაქცინაციას, საქართველოს ასე ვთქვათ, მისდევს იმ კალენდარს, რომელიც არის მოწოდებული ევროპის ასე ვთქვათ, გაიდლაინების მიხედვით, თუმცა არის ისეთი ვაქცინები, რომლებიც მაგალითად მენინგოკოკური ვაქცინა, რომელიც კალენდარით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ინდივიდუალურად შესაძლებელია შეიძინოთ ეს ვაქცინა. ქვეყანაში არის კომერციულად ხელმისაწვდომი ვაქცინა და გამოიყენოთ. თვითონ ეს ვაქცინაციას რაც შეეხება, ეს ძალიან მოდით ესე ვთქვათ, თითქოს არ არის ჭრილში, მაგრამ არაპირდაპირად ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენებას. იმიტომ რომ როცა დაცული ვართ ბაქტერიული ვაქცინებით, როგორიც არის ჰემოფილუს ინფლუენსა, დიფტერია, ყივანახველა, ტუბერკულოზი, რომელიც სამშობიაროში ვეკეთდება ეს ვაქცინა, პნევმოკოკის ვაქცინა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია და რუტინულ ვაქცინაციის სქემაში შევიდა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. რატო გავუსვი ხაზი მე პნევმოკოკურ ვაქცინას, ვინაიდან სტრეპტოკოკუს პნევმონია, პნევმოკოკური პნევმონიის გამომწვევი 5-დან 40% მოსახლეობის აქვს ნაზოფარინგში, ანუ ცხვირხახაში. და როგორც მე ვახსენე ჩემს წინა სიტყვაში, რომ ვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს ბაქტერიულით მეორადი და ერთ-ერთი გამომწვევი ოქროსფერ სტაფილოკოკთან ერთად არის სტრეპტოკოკუს პნევმონია, რომელიც აი უკვე ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული, იმასთან ეს მეორადი გართულება არ მოხდება და შესაბამისად ანტიბიოტიკების გამოყენებაც არ დაგჭირდება. ანუ შესაბამისად ვაქცინებულ პაციენტებში თუ იქნება ინფიცირება ვირუსული მხრივ, უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ბაქტერიული კოინფექცია წავიდეს, მეორადი ინფექცია წავიდეს. ასევე მინდა შევეხო ძალიან ბევრისთვის საინტერესო ასე ვთქვათ თემას მოგზაურობასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები მოგზაურობენ, ეს ასოცირდება უფრო მაღალ რისკთან, ინფექციურ მოწყვლადობასთან, ასე ვთქვათ. რა ასე რომ რჩევებს მიცემდით იმ ადამიანებს,
ვინც ფიქრობს, რომ იმოგზაუროს, ან არის თუ არა კონკრეტული ადგილები, სადაც უფრო მეტია, ასე რომ ვთქვათ, დაავადების ალბათობა და რა პრევენციული მეთოდები უნდა ჩაიტარონ, სანამ სამგზავროდ სწავლენ ეს პაციენტები. დიახ. ხო, მოგზაურობა ეს განტვირთვის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი საშუალებაა, მაგრამ შეიარაღებულები უნდა ვიყოთ ცოდნით ამ კუთხითაც და საერთოდ ჯანმოს გვერდზე გამოქვეყნებულია გარკვეულ რეგიონებში რა საშიშროებაა რომელი დაავადების, მაგრამ აი ესე განსაკუთრებით მე მინდა აღვნიშნო მოგზაურობასთან დაკავშირებული ენცეფალიტები, განსაკუთრებით ეს არის ზაფხულის პერიოდში, როცა აი კოღოების ნაკბენით შესაძლოა განვითარდეს ეს ენცეფალიტი, ტკიპების, ასე ვთქვათ, ნაკბენითაც და ამდენად აი უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოს მოგზაური, რომელიც დაბრუნდა აი ესეთი ეგზოტიკური ქვეყნებიდან მოგზაურობიდან და აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, პირღებინება, მაღალი ცხელება, ასე ვთქვათ, მენინგიალური მოვლენები, ხო? დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს და მოხდეს დიაგნოსტირება, ეს ხომ არ არის ვირუსული ენცეფალიტი. სხვათა შორის, აი ამ ტესტირებას აკეთებს ლუგარის ლაბორატორია, ჩვენი კლინიკაც საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს მათთან და აი ეს ტესტებიც ხელმისაწვდომია ტკიპისმიერი ენცეფალიტები, რომელიც ასოცირდება მოგზაურობასთან. ასევე მინდა გკითხოთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად დარგთან, რომელიც არის ლაბორატორიული მედიცინა. თუ შეგვიძლიათ რო აღვხსნათ ჩვენ მაყურებელს, თუ რას მოიცავს ლაბორატორიული მედიცინა და რა რჩევებს მიცემთ იმ სტუდენტებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ლაბორატორიული მედიცინაში და უნდათ რომ თავის კარიერა აქ გააგრძელონ. დიახ, მადლობთ ამ შეკითხვისთვის. ნამდვილად გამოვიყენებ თქვენ პლატფორმას, რომ ავხსნა ამ დარგის სპეციალისტების ასე ვთქვათ, დანიშნულება და მოვალეობები. დღესდღეისობით ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი შეიძლება გახდეს მხოლოდ მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და რეზიდენტურაში ლაბორატორიული მედიცინის არის 2 წლიანი რეზიდენტურა, სადაც გაივლის სხვადასხვა საგნებს. ანუ ეს ლაბორატორიული მედიცინა მოიცავს როგორც ჰემატოლოგიას, ბიოქიმია, მიკრობიოლოგია მათ შორის, ციტოლოგია, გენეტიკა, ძალიან ფართომცნება არის და მოგეხსენებათ, რომ კლინიკები ლაბორატორიის გარეშე ეს არის ფაქტიურად ჟანგბადის გარეშე დარჩენილი, ასე ვთქვათ, ადამიანი, ხო? ამიტომ ლაბორატორიული კვლევებით ხდება ყველა დაავადების. ეს არის ფაქტიურად საყრდენი ექიმისთვის. ექიმი ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ამ კვლევების, ასე ვთქვათ, დანიშნულება, როდის უნდა დაინიშნოს, არ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, არამიზანმიმართული დანიშვნა. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად, როცა ლიქვორის საერთო ანალიზი არაჩვენებს, რომ იქ პარამეტრები შეცვლილია და ექიმი გიკვეთავს ბაქტერიოლოგიურ კვლევას, ეს უკვე არის არასწორი დანიშნულება ანალიზის. ჩვენ ვთქვით ანტიბიოტიკების არასწორი დანიშვნა, ანალიზების არასწორი განაწილებაც ეს ექიმის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა და ნუ მე ძალიან ასე ვთქვათ, მოვუწოდებ ჩვენს მომავალ კოლეგებს, ჩვენ სტუდენტებს, რომ თქვენზეა დამოკიდებული აი ამ დარგის განვითარება, რომ რაც უფრო მეტად, განსაკუთრებით მამაკაცები სხვათა შორის პასიურობენ ამ დარგში, როცა ჩემი უცხოელი კოლეგა კლინიკური მიკრობიოლოგი ყველა არის მამაკაცი. რობერტ სკოვი, რომელიც არის ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის ასოციაციის დაინფექციური და პრეზიდენტი, იგი არის კლინიკური მიკრობიოლოგი და აი ამ ასოციაციას ესეთი ტრადიცია აქვს, რომ 2 წელი არის კლინიკური მიკრობიოლოგი, 2 წელი ინფექციური სნეულებების სპეციალისტი. ამიტომ ასე ვთქვათ,
მაქსიმალურად დაინტერესდით, ჩაერთეთ, ვისაც განსაკუთრებით კვლევები გიყვართ, მოლეკულური კვლევებიც, მე გამომრჩა თუ ვთქვი გენეტიკაც, ანუ ამ სფეროში შედის და დღესდღეობით სხვათა შორის ვერ ჩაატარებ ვერც ერთ ისეთ კვლევას, რომ ლაბორატორიის მხარდაჭერა არ გჭირდებოდეს, ასე რომ მოგიწოდებთ აქტიურად აირჩიოთ ეს სფერო. მადლობა ქალბატონო თამარ კიდევ ერთხელ ამ გადაცემაში მობრძანებისათვის და საბოლოოდ გადაცემის ბოლოს რომ რაც გავიარეთ შევაჯამოთ. არის ასეთი ტენდენცია ძალიან ხშირად გამიქია რომ ანტიბიოტიკი ბევრ პაციენტს გონია ყველა ერთი და იგივე. შესაბამისად ჩვენ ვიცით რომ სხვადასხვა ბაქტერიულ დაავადებას სხვადასხვა ანტიბიოტიკი სჭირდება. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა ალბათ დამეთანხმებით და ამ პაციენტებს პირველ რიგში საბოლოოდ ჩამოუყალიბოთ ის ასე ვთქვათ მიმართულება თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს და როდის უნდა მიმართოს უკვე ექიმს, როდის არის საჭირო, ასე ვთქვათ ანტიბიოტიკების დაწყება ან სხვა მკურნალობის დაწყება. დიახ, დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესო კითხვა. სწორი ბრძანეთ, რომ ყველა ბაქტერიას ერთი იარაღი არ ასე ვთქვათ ანადგურებს, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კლასის ანტიბიოტიკები. მე არ შემიძლია არ ვთქვათ, ამიტომ აი მართლა მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის, რომ არსებობს ესეთი ეუკასტის სტანდარტი. ეს არის ევროპის კომიტეტი ანტიმიკრობულ ტესტირებაზე გრძნობელობის, ასე ვთქვათ, გვაძლევს guidelines და იქ მკაცრად წერია, რა გამოვიყენოთ გრამოარყოფით ბაქტერიებზე, რა გამოვიყენოთ გრამდადებით ბაქტერიებზე, არამაფერმენტირებელ, ასე შემდეგ. აღარ დავწვრილმანდები, იმიტომ რომ ბევრი თქვენი მსმენელი შეიძლება არ არის მედიკოსი და გაუგებარი იყოს, მაგრამ აი ერთი ნამდვილად ბრძანეთ, რომ და ხაზი მინდა გავუსვა ბუნებრივ რეზისტენტობას. ჩვენ ხო ვთქვით შეძენილი რეზისტენტობა არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიით, მაგრამ ბუნებრივი რეზისტენტობაც არსებობს, მაგალითად მაკროლიდები, აი ალბათ საზოგადოებიდან უფრო იციან სუმამედი, აზიტრომიცინი, აი ეს ჯგუფი ვერ ებრძვის გრამოარყოფით ბაქტერიებს. დღესდღეობით ეუკასტის გაიდლაინით, როცა გრამოარყოფითი ფლორა გვეთესება, ეს იქნება საშარდე სისტემიდან, რესპირატორულიდან, ჭრილობიდან არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ არც არის მოწოდებული გავტესტოთ ლაბორატორიაში მაკროლიდის მიმართ, იმიტომ აპრიორი ვიცი რომ არის რეზისტენტული. ასევე აი ეს ბუნებრივი რეზისტენტობის მცნება თქვენ სწორი ბრძანეთ არის ესეთი განმარტება და ეს რა თქმა უნდა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ აი ჩემმა მეზობელმა რომ მიიღო სტრეპტომიცინი ან აზიტრომიცინი ან აუგმენტინი ის შეიძლება ჩემ ბაქტერიას ბრჭყალებში არ მოუხდეს. არ მოუხდეს, ანუ ვერ მოკლას, ხო? ამიტომ აი თქვენ რო თქვით ბაქტერიოლოგიური კვლევა, ექიმი ძალიან კარგად ატყობს, პაციენტიც თვითნებურად თუ იღებს, რომ არ გაუმჯობესდა მისი სიტუაცია აი ამ ანტიბიოტიკის დაწყების შემდეგ. ესე იგი ვერ შეარჩია სწორი იარაღი. აი მერე მიმართავენ უკვე ბაქტერიოლოგიას, რომ ჩვენ ვნახოთ ვინ იყო დამნაშავე და მივცეთ სწორი იარაღი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ამოთესვის სიხშირე ნაკლებია უკვე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპიის დროს. ამიტომ აი ეს ეუკასტის სტანდარტით საქართველოს უკვე გადავიდა ამ სტანდარტზე. 23 ლაბორატორია ვართ ჩართული ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ლაბორატორიულ ქსელში და ჩვენ გარე კონტროლებს ვიღებთ ლაბორატორიის შესაბამისად და აი ამ სტანდარტით უნდა იმუშაოთ დღესდღეობით ესეთი, მაგრამ აი სამწუხაროდ ეს ძველი სტერეოტიპული, ასე ვთქვათ, მიმართულება, რომ თუნდაც ვანკომიცინი, რომელიც არის მხოლოდ გრამდადებითი ბაქტერიებისთვის და ესეც ბუნებრივი რეზისტენტობა გრამოარყოფითი ბაქტერიებზე იგი არ მუშაობს. დღესდღეობითაც მე შემხვედრია ესეთი ანალიზები, რომ ნაწლავის ჩხირის ამოთესვაზე წერია ვანკომიცინი. კი წერია რეზისტენტული, მაგრამ წერია ფიზიკურად ვანკომიცინი. ამიტომ ეს ფილტრაცია საშუალებას გვაძლევს ეუკასტი, ანუ ეს სტანდარტი და ექიმებმა ეს უნდა იცოდნენ და მოსახლეობამაც, რომ აი ძალიან კარგად თქვით, ერთი და იგივე ანტიბიოტიკი ყველა ბაქტერიას ვერ გაანადგურებს. და შესაბამისად ორ სხვადასხვა ადამიანს რომ კონდეს ერთი და იგივე სიმპტომები და ერთს
ანუ იყოს ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა ანტიბიოტიკმა იმ ადამიანს იმოქმედა, შესაბამისად ის ანტიბიოტიკი ექიმთა კონსულტაციის გარეშე ჩვენ არ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ეს ერთმნიშვნელოვნად ეს წესია ზოგადად. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მაყურებლებს ძალიან დაინტერესებთ ეს გადაცემა. ჩვენი გადაცემის პარტნიორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახური და მადლობას უხდით კიდევ ერთხელ მათ ჩვენი მხარდაჭერისათვის. თქვენ გითხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო. თქვენ კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ჩვენ შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში, ნახვამდის.